საღამომშვიდობისა სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში თქვენ უყურებთ ყოველდღიურ პროგრამა ინფორმატორს. სიახლეებს დღეს მე ლუკა გაგაცნობთ. კლუბ ნოასთან ერთად როგორც ისიც სტუდია მაესტრო და პირველი სტერეო გეპატიჟებათ ნოას სამბადრომზე. ვფიქრობ შეხსენება აღარ გჭირდებათ რომ გელით ცოცხალი, ტემპერამენტიანი ბრაზილიური მუსიკა და ცეკვები. რეპეტიცია უკვე შედგა. ახლა სწორედ ამის შესახებ ვნახოთ სიუჟეტი. იმიტომ მე ძალიან მაგარი მზადება და აქ იქნება ესეთი ამბები ვაიმე. ესე ვართ რა, ეხლა მუშაობთ, რომ საბოლოო მუშაობა, რომ აი დახვეწილი იყოს და ლამაზად. პირველი პროექტია ესეთი ფართომასშტაბიანი შოუ, ასე ვთქვათ, მართლა შოუ იქნება. აქ ჩართული როგორც ბალეტი, ასევე ცნობილი მუსიკოსები, ცნობილი მომღერლები. Aprilize იქნება თინა ბეგიაშვილი და რამოდენიმე დაგვემატება კიდევ. წიგნის სახლ პარნასში შედგა პრეზენტაცია დისკისა აღმოაჩინე საქართველო. ეს არის ელექტრონული ენციკლოპედია, რომელშიც შესულია 43 ვიდეო რგოლი, 95 აუდიო ნაწარმოები, 3000 ილუსტრაცია და 100 გვერდზე მეტი აღწერილობითი ტექსტი. ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ უცხოელებისთვის. მშრალი ტექსტური ინფორმაცია ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება თავისთავად საინტერესოა, არამედ უფრო გაცოცხლებული ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც ამ დისკში ჩაწერდა. ვინც ამ დისკს გაესწრებოდა ბატონ რედოს ახალგაზრდებმა რაღაც საოცარი შრომა გაწიეს და თავარი ის არის რომ ყოველგვარი იმის გარეშე რომ თვითონ დაიწყეს ეს ამბავი და რაღაც არნახული თავდადებით და არნახული გარჩით მიაღწიეს შესანიშნავ შედეგს. მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვეკეთებინა, ასე ვთქვათ, პრეცედენტი ერთად თავმოყრისა საკონტროლფეროვანი მასალის საქართველოს შესახებ და ეს ყოფილიყო, თქვა, წარმოდგენილი სახალისო შემეცნებითი სახით და მეორე მიზანი იყო, რომ გაგვეკეთებინა პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ინტელექტუალურ პროდუქტს გულისხმობს საქართველოში. აფრო-ამერიკული ისტორიის აღნიშვნის დღეები ჯაზის სახლში დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვია ამერიკელი მომღერალი ჯენის ჰარინგტონი, რომელმაც შეასრულა ბლუზი, ჯაზი და საეკლესიო საგალობლები. ჯენიმ თავადაც იმხიარულა და იქ მყოფნიც აამღერა. ზაზა ხუციშვილმა და ამერიკელმა სტუმარმა ერთად შეასრულეს რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერა ჯორჯია. უფრო კარგად ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
და ჩვენ ვიზამთ სიტყვას სულს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ამას უარყოფითი დათვირთვა. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ იგი არის არაჩვეულებრივი. So you see, since I've been here in Georgia in Tbilisi, now there are more than trouble. He stands about 6'4". All the downtown ladies gonna treat our lover, but they're just concerned. And other arms reach out to me, still in peaceful dreams I see. The road leads back to you. Yeah. Said Georgia, Georgia. Said Georgia. ორი საათის წინ აქ მომბრძანდა ეს ქალბატონი და ქონდა რეპეტიცია და ნუ გააცნეს ჩემი თავი აქ მეც აქ ვიყავი შემთხვევით და მთხოვა რომ ერთად შეგვესრულებინა სიმღერა 2 საათის წინ და Georgia on my mind აღმოჩნდა ესეთ სიმღერა რომელიც მეც ვიცი და მანაც ისი ალბათ თვითონ მუსიკალური სტილისტიკიდან გამომდინარე სხვა მუსიკოსებს უფრო ეკუთვნით რომ აქ იყვნენ ანუ უფრო ჯაზის სტილის მუსიკოსებს მაგრამ ნუ ესე მოხდა რომ მე მოვხვდი ხელში და ამიყვანა სცენაზე Dreams I see the road, they let all the road leads back to you. Said Georgia, Georgia, said Georgia. ეს არ არის რაიმე მუსიკალური პროექტი. ეს არის აფროამერიკული ისტორიის დღე, რომელიც ამერიკაში აღინიშნება. ეს არის უკვე დასასრული მესამე ეტაპი. ღონისძიება დაიწყო მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის წაკითხვით. ეს არის უფრო მხიარული ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ მუსიკას არ ჭირდება ენის ცოდნა. მუსიკამ გააერთიანა ამერიკაში შავკანიანი და თეთრკანიანი ადამიანები. We won't let hate grow.